სოფო გადავიდეთ უკვე ეხლა ნელ-ნელა ხალხი გვემატება ჩვენ ზვია როგორ აქვს რეგლამენტში ესა გავცდით უკვე ყველაფერს გავცდით რეგლამენტს მამა აქ არის მამა არის აბა როგორ გავცდით აბა რატო ვეუბნები ხო რატო ვეუბნები ზვიაც მამა აქ არისო იმიტომ რომ დაჯილდოებები მინდა დავიწყო ფორუმის უხუცესი მონაწილიდან და მინდა რომ ბატონი ავთო გამოვყო მაგრამ რაღაცა ხო არ დაურეკავდი თუ აგვიანებს გადავწევ ბატონი ავთოს დაჯილდოებას და დავასრულებ ბატონი ავთოს უხუცესობიდან გამომდინარე პრობლემულია ახალგაზრდა მიცის რომ ის ახალგაზრდაა და უთხოვრო სცენაზე ამობძანდეს ბატონი ბექა ჩხაიძე იცით როგორ არის ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის დღევანდელი დღისთვის მადლობა ღმერთს და მადლობა იმისთვის რომ ბექა გავიცანი ბექას ნამუშევრებს მეტნაკლებად ვიცნობდი მაგრამ ერთად მოგვიწია ახალციხეში ცოტა რაღაც საქმის გაკეთებაც და დავინახე რამდენად დაუზარელი ადამიანია ის და რო აღმოჩნდა რომ ის ყველაზე ახალგაზრდა კიდევ უფრო მეტად გავიხარე ამითი და ერთ-ერთი ნომინაცია რომელიც არის ჩვენი ფორუმის ნომინაცია ეს არის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ბექას ჯერ არ დაუმთავრებია აკადემია მან მოგრძალებით მკითხა რომ შეიძლებაო მივიღო მონაწილეობაო და ხო იცით როგორ არის ეს რაღაც ნომენკლატურული რაღაც წესები რაღაცა შეზღუდვები და დავფიქრდი რომ კაცი სტუდენტია და მაგრამ მე ვთხარ შენი ნამუშევარი რომელია და ის ტორსია მეთქი შენი ნამუშევარი და გიო თუ შეიძლებაო გამოვიტანო და იმ წუთასვე გადავხაზე ყველანაირი შეზღუდვა და არა აქვს მნიშვნელობა ეს გაწერილია თუ არ არის გაწერილი ბექას ნამდვილად ჰქონდა უფლება რომ მიეღო მონაწილეობა ჩვენს გამოფენა ფორუმში და დიდი მადლობა ბექა გაიხარე ეს შენ დიპლომი როგორც ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეს ძალიან დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს და ყველა დასწრეს საზოგადოებას ფიუქში პედაგოგებს და ძალიან გამიხარდა რომ ამ კოვიდ პანდემიის გამო რომ ვერ შევძლე ჩემი დიპლომის დაცვა და ვერ დავამთავრე აკადემია ამო ხელი არ შემიფერხა იმაში და გამითვალისწინე და შევძლე ჩემი ნამუშევრის გამოფენა უკვე გამოცდილ მოქანდაკეებთან ერთად მადლობა გაიხარდა ეხლა მნიშვნელოვანი ფაქტი არის ის რომ ჩვენი გამოფენა ჩვენი ფორუმი არის გარკვეულწილად სახელმწიფოს მხრიდან დახმარება მოქანდაკეებისა და ყველა მონაწილეს ერთ ეტაპზე გამარჯვება უკვე მიულოცეთ და ეს გამარჯვება იყო მონაწილეობა გამოფენაში და მათი გამორჩევა 80 კანდიდატიდან გამოვარჩიეთ 80 მონაწილე და ისინი ყველანი იღებენ 1000 ლარს რომელსაც სახელმწიფო მათ ჩაურიცხავს უახლოეს მომავალში აი სწორედ აი ჩვენი ფორუმის დასრულების მერე და თითოეულ თქვენთაგანს გადმოგცემთ აი ამ დოკუმენტს რომელიც აი ეს 50 დოკუმენტია რომელიც დიპლომის სახელს ატარებს თქვენი სახელებია ჩაბეჭდილი ამაში და მე იმედი მაქვს რომ აი ეს დიპლომები იქნება საწინდარი ჩვენი ერთობისა და მომავალი გამოფენების იქნება თუ სიმპოზიუმების თუ თავშეყრილობების რომლებიც გააძლიერებს ჩვენ ქართულ ქანდაკებას მე აი ამ თითოეული 1000 ლარისთვის ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს კულტურის სამინისტროს და ჩვენს სახელმწიფოს იმიტომ რომ
არაერთხელ გვითქვამს, რომ ქანდაკებას არაფერს არ უკეთებთ ხალხო და რაღაცა ბოლოს და ბოლოს როდემდე შეიძლება აი ეს ძალიან ცოტაა მე მესმის ეს რომ ამის თანხის რაოდენობაზე არ არის ლაპარაკი, მაგრამ თვითონ ფაქტი რომ სახელმწიფომ გადაწყვიტა და აღიარა აი ამით მათ აღიარეს რომ ჩვენ ვარსებობთ, რომ ჩვენ გარკვეულწილად გვჭირდება ყურადღება, დახმარება და ამას ესე ვთქვათ, მოყვა ის, რომ ესეთი გამოფენა შედგა და დიდი მადლობა ამისთვის, რომ ეს უბრალოდ რაღაც სოციალური დახმარების ფორმატი არ არის და არის გამოფენიდან და კონკურსიდან მიღებული თანხა და ყველა თქვენთაგანს, ყველა მონაწილეს ეხა ყველანი რო აქ ამოგიყვანოთ ცოტა რთულია და ჭიქით ხელში რო ვიქნებით, მაშინ ამას გადმოგცემთ ყველას. აი ამ დიპლომებს, რომლებიც არის თქვენი გამოფენაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ეხლა რაც შეეხება იმ ნომინაციებს, რომლებიც ჩვენ პროექტს რო ვწერდით, აი სასტრაფოდ მოვიფიქრეთ, გავიაზრეთ ეს ნომინაციები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ მოგვეცა იმის საშუალება, რომ რაღაც პატარა ფულადი თანხა კიდე ყოფილიყო ამ ნომინაციებში. კიდევ ვამბობ, რომ ეს არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, დღევანდელი ეკონომიკის პირობებში ეს თანხები ძალიან მწირია, მაგრამ მადლობა ღმერთს და მადლობა იმისთვის, რომ ეს ესეთი რაღაცა გააკეთა ჩვენმა სამინისტრომ. ნომინაციები იყო შემდეგი: ინოვაციური, ყველაზე ინოვაციური ნამუშევრები, სპეციალურად ბატონებო სპეციალურად პირველი მეორე ადგილები არა გვაქვს ნომინაციები დარგობრივი, ანუ არის ინოვაციური ნამუშევარი, საპარკო ნამუშევარი, ქანდაკება როგორც კომუნიკაციის საშუალება, საუკეთესო ბრინჯაოს ნამუშევარი, საუკეთესო ქვის ნამუშევარი და საუკეთესო პორტრეტი. გვაქვს ესეთი ნომინაციები და ამ ნომინაციებში არის 3 ადგილი. ისევ და ისევ განზრახ გავაკეთეთ ის, რომ პირველი მეორე ადგილები არ არის, ყველა პირველია, ან ყველა მეორე, ან ყველა მესამეა. ისევ და ისევ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ და ჩვენი ერთობა აი ამ პატარა ბზარმაც კი არ უნდა დაარღვიოს და არ უნდა შექმნას რაღაცა ერთმანეთთან, ასე ვთქვათ, ურთიერთობის კაფუჭების საფუძველი არ უნდა გახდეს ეს და ამიტომ 3 ადგილი არის ყველა ნომინაციაში რა. მოყვები ის ყველაზე ინოვაციური ნამუშევრებიდან გამორჩეულ იქნა ქოქიაშვილი გელას ნამუშევარი და რომელსაც ქვია განახლება. გიორგი ჟღენტის ნამუშევარი რთული მისაწვდომი ოქროს ბურთი და გიორგი მათათოვის რკინის ხანა. ბატონი გიორგი აქ იმყოფება, მე როგორც ვიცი. რა? მატიანი, ну აი ბეწვლის ის არის რა, ბოდიში გია. ჩვენ სახელებით არ მუშაობთ, ხო იცი, ვიზუალურად მუშაობთ, რომ ეხატოს უკეთესი იქნება. მოდი. რკინის ხანა შენი ტორსია, ხო? პირველად ვდგევარ სცენაზე, საერთოდ პირველად ვაკეთებ ამას. გია, მოდი სიტყვას. აუცილებლად. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ, ესეთი წამოწყება და ესეთი ორგანიზება ალბათ არავის არ გახსოვთ. ამიტომ გილოცავთ. და მადლობა მინდა უთხრა ყველა ორგანიზატორს, განსაკუთრებით სოფოს. იმიტომ რომ ყველა იცნობთ ალბათ უკვე სოფოს პირადად ტელეფონით 5-ჯერ 10-ჯერ ეკავდა. და იმედი მინდა გამოთქვა, რომ ესეთი კარგი წამოწყება ესე არ ჩაივლის და პერსპექტივაში ყველაფერი სასიკეთოდ მოხდება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა აი ამ კარგი ორგანიზებისთვის. ხო. ესე იგი, შემდეგი ნომინაცია ჩვენთან არის საუკეთესო საპარკო ქანდაკება, სადაც გამარჯვებული არის ბატონი ლევან სალუქვაძე. მოგწანდით ბატონო ლევან. ბატონი ჯუმბერ ჯიქია.
მოდი ჯუმბერმა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონებო, გილოცავთ ყველას ამ სასწაულ წამოწყებას მართლა და იმედია ძალიან ბევრი ქანდაკება შეიქმნება, კარგი გამოფენები მოეწყობა და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ სულ ყველას. ერთობით, ჩემო კარგო, ერთობით. მადლობა. ბატონი დაჩი წერეთელი. იმედია არის დარბაზში, იმიტომ რომ გამუდმებით გვეხმარება. დაჩიზეც მინდა ორიოდე სიტყვა თქვა. ბატონ ჯუმბერს კომენტარი არ ჭირდებოდა და ამიტომ არაფერი არ ვთქვი ბატონ ჯუმბერზე. ყველამ ბევრად უფრო კარგად იცით ვინ არის ჯუმბერი ქართული ქანდაკებისთვის რამდენია გაკეთებული, მაგრამ დაჩიზე ვიტყვი ორ სიტყვას. დაჩი წერეთელი ასევე ახალი კურსდამთავრებული ნიჭიერი მოქანდაკე, მაგრამ ეს ყველაფერი იქით რომ გადავდოთ ძალიან მაგარი კაცია, დაუღალავი მშრომელი, საოცრად ფლობს მასალას, მისი ნამუშევარი ნახეთ ლითონის ნამუშევარი კენტავრი ქირონი, მაგრამ მინდა აღვნიშნო, აქ ერთი ოჯახი ვართ და მინდა აღვნიშნო, რომ აი ესეც მისი ნამუშევარია რა. აი ეს ტუმბოები, რომლებზეც გამოფენილია მთელი გამოფენა და დაჩის ხელით არის გაკეთებული და წარმოუდგენლად ზუსტად და სკრუპულოზურად იმუშავა, რისთვისაც დიდი მადლობა მას და ზოგადად დაჩი, მადლობა ღმერთს, რომ ერთმანეთი გავიცანით და გავაგრძელოთ თანამშრომლობა და ურთიერთობა. გამარჯობა, მოვესალმები ყველას. დიდი მადლობა. ცოტა ჩემს მოულოდნელი იყო, მაგრამ მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ ორგანიზაციას და ჩემ მასწავლებლებს, რომლებმაც ეს კულტურა, ფორმა, სივრცე ეს ყველაფერი მასწავლა. დიდი მადლობა. შემდეგი სოფო გავაგრძელო. ეს იმიტომ იყო რომ მეც ვიყავი იმ სიაში. მე მეგონა მეხმარებოდი. სოფომ გააგრძელოს რამე. რაღაცა საზოგადოება ითხოვს, სხვა გზა არ მაქვს. კარგით. ესე იგი, შემდეგი ნომინაცია არის ქანდაკება კომუნიკაციის საშუალება პანდემიის პირობებში. ბატონი ნუგზარ მანჯაფარაშვილი არის გამარჯვებული, მე მგონი არ გვესწრება სამწუხაროდ. ბატონი ლევან ვარდოსანიძე. არც ბატონი ლევანი არ გვესწრება. ბატონი გენრიხ ზაფირი. მობრძანდით ბატონო გენრიხ. გილოცავთ. დიდი მადლობა ყველას გილოცავთ და მართლა იმედია რომ ეს წამოწყება ეს პირველი ფორუმი გაგრძელდება. ყველას დიდი მადლობა. მადლობა. შემდეგი ნომინაცია საუკეთესო ბრინჯაოს ნამუშევარი. ბატონი გენო ზაქარაია. არ არის გენოთ ხო? ბატონი ირაკლი გოჩიტაშვილია, რომელიც ნამდვილად არ გვესწრება. არა, ბრინჯაოში. უი, ბოდიშით. კი, ეს ქვის არის, ესეც ქვის არის. პაპატიეთ. არა გვაქვს დაწერილი, ხო. ესე იგი ესეც რაღაცები ხდება. ხო. გენო სად არის? არ არის გენო? ხო, კაი. ესე იგი, როცა მობრძანდება, მაშინ გადავცემთ. გადავალთ შემდეგ ნომინაციაში საუკეთესო ქვის ქანდაკება. აი აქ არის გამარჯვებული ბატონი გოჩიტაშვილი ირაკლი, რომელიც არ გვესწრება, ბატონი დავით ნათიძე, რომელიც ასევე არ გვესწრება, ბატონი თენგიზ აბრამიშვილი. თენგიზ მობრძანდა. ლევან ვარდოსანიძეც არ მოსულა, ხო? გამოვაცხადეთ. თენგო, გილოცავ და
აბა გითხარი ორი მადლობის მეტი რა მეთქვეს დიდი მადლობა სულ ყველას ამ ორგანიზებისთვის აი ამ ფორუმისთვის მართლა აი წამოწყებაა და ცოტა გამოვცოცხლეთ მე მგონი მოქანდაკეები და იმედი მოგვეცა რომ ვიღაც ფიქრობს ზრუნავს ჩვენზე და ჩვენც ალბათ უდიდესი ჩვენთვის სტიმული იქნება ეს დიდი მადლობა საუკეთესო პორტრეტული ნამუშევარი ქალბატონი ეკატერინე გაჩეჩილაძეა გამარჯვებული და სამივე ვთქვათ ვარე კიდევ ვინ არიან ქალბატონი ეკატერინესთან ერთად ზურაბ დიღმელაშვილი და გიორგი ჭანკოტაძე გიორგი ასყობს ქალბატონი ეკატერინე უდიდესი მადლობა უკვე დიდი ხანია აღარ მიმუშავია ქანდაკებაში გადართული ვიყავი კვლევით სამუშაოზე და აი თქვენმა აი ესეთმა აქტიურობამ შემომაბრუნა ქანდაკებისკენ არ მოველოდი დღეს ამ ხელა ფორუმით თუ ამ ფორუმის აი ესეთ ჩატარებას ასეთ დონეზე გაოცებული ვარ და ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ გისურვებთ შემდგომ წარმატებებს ძალიან დიდი მადლობა. გაიხარეთ, დიდი მადლობა თქვენ. აბა გისმენთ. აი, სოფო საწაიღე მიკროფონი. მივეცი უკვე. მიკროფონი. ბევრის ლაპარაკს არ ვაპირებ, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და საერთოდ მე უცებ რო გავიგე ეს ამბავი, ვერც ვიფიქრებდი როგორ მოიფიქრეთ საერთოდ ესეთი რაღაცა. აღნიშნე კიდევაც რომ რაღაც ძალიან კარგი მიგნება ამ პერიოდში, ამ პანდემიის დროს ესეთი მოფიქრება, ესეთი კომუნიკაცია სახელმწიფოსთან და რა ვიცი, მე სტიმულიც არის რა თქმა უნდა და რა ვიცი, დიდი მადლობა. გაიხარეთ, მენაცო დიდი მადლობა. შემდეგი ნომინაცია გვაქვს ერთია ამ შემთხვევაში დამთვალიერებელთა რჩეული შტაბ-ეჭვდებათა წიგნში გახსოვთ დათო ჩლაიძე, რომელიც არ გვესწრება დღეს. ჩლაიძე პეტერბურგშია და ვერ დაგვესწრება და ბოლო ნომინაცია არის ასოციაციის ოფიციალურ Facebook გვერდზე ნამუშევრმა რომელმაც ყველაზე ბევრი მოწონება დაიმსახურა. ეს არის ბატონი ბექა ჩხაიძე ისევ. მობრძანდით ბატონო ბექა. ბექამ ყველაზე მეტი ლაიქი მიიღო Facebook-ზე. ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ კარგი ნამუშევარია. და ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ბევრი მეგობრები ყავს, ვინც Facebook-ზე ლაიკებს სვამს. ბეკა. გაიხარე. მადლობა იუზერებს, რომელიც ლაიკებს სვამენ. ინჯაოში ჩამოსასწრები. ხო, კიდევ საოცარი ფაქტი მოხდა კიდევ ერთხელ აი ისევ მინდა სამინისტროს დაუბრუნდე და აღნიშნო არ ვიცი რაღაცა აი დიდი წყალობაა ღვთის რომ ესეთ აეწყო ყველაფერი მოკლედ როგორ არის იცით რომ პროექტს რო წერ იქ ბიუჯეტს ადგენ და ამ ბიუჯეტს აგზავნი განსახილველად და იქიდან მოგდის პასუხი რომ თუ რა თქმა უნდათ რომ დააფინანსონ რა რომ ესე არ უნდა ეწეროს ისე უნდა ეწეროს ეს რაღაცა ის არის და მოკლედ დაგვიბრუნდა პასუხი ეს ხდება ივლისის პირველ რიცხვებში დაგვიბრუნდა პასუხი რომ სახელფასო ფონდები რომლებიც იყო ორგანიზატორებზე და ხარჯები რაც იყო ბიუჯეტში ჩადებული ვერ დაფინანსდება სამინისტროს მხრიდან ანუ ყველა ამ ადამიანს ვინც უნდა ემუშავა ამ პროექტში ხელფასებს ვერ მივცემთ გითხრის რა და მაგრამ ეს იყო ცუდი მაგრამ კარგი იყო ის რომ ჩვენო ბიუჯეტს არ შეგიმცირებთო თანხას გიტოვებთო მაგრამ ხელფასები არ აიღოთო ხო ნუ აი როგორი ის არის რა გაუგებარი რაღაცაა რა და უცბად სახელდახელოდ მოვიფიქრეთ ის რომ აი ამ თანხით 10 ნამუშევარს ჩამოასხამდა და ასოციაცია გადასცემდა მონაწილეებს და აი კიდე ერთი ნომინაცია
თუ შეიძლება ამას ნომინაცია ერქვეს, ესეთი პრიზები, უпростоრეთ ესეთი საშუალება მოქანდაკეებს მიეცა აი ამ რაღაც იურიდიული გაუგებრობის გამო და 10 ნამუშევარი იქნა არჩეული ჩამოსასხმელად. ხაზგასმული რომლები არის? ხო და მაგ დავამთავრებ. ძალიან კარგი. აუცილებლად. სოფო არ წახვით. ესე იგი ნამუშევრებიდან იქნა არჩეული არუნაშვილი კახას ბოლერო, მიხეილ გვასალიას ფიესტა, გურამ გიგაურის მოცეკვა ვენიუ, ვლადიმერ გორგაძის ქალის ტორსი, ელისაბედ ეპიტაშვილის ბურუსში, თალითოიძის სტატიკა, ნატოთოფურიას ქალიშვილი ვაშლით. ჩემი ნამუშევარიც არის არჩეული ამ ჩამოსასხმელ ნამუშევრებში. ქოიავა ეკატერინეს ნამუშევარი, ქურდიანის ზეზვას ნამუშევარი და მამუკა ცუცფერიძის ნამუშევარი იქნა არჩეული ჩამოსასხმელად და ყველას გილოცავთ ბატონებო. გენო მოვიდა? გენო წავიდა სახში? მობრძანდა ჩვენი ფორუმის უხუცესი მონაწილე ბატონი ავთო მჭედლიშვილი. გთხოვთ ბატონო ავთო. მეორეჯერ მოგიყვანეთ უკვე დღეს და ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონო ავთო თანადგომისთვის. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის რომ მიიღეთ მონაწილეობა. ძალიან საინტერესო სტატისტიკაა და ციფრებია ძალიან საინტერესო. უხუცესსა და უმწეს მონაწილეთა შორის არის ძალიან დიდი დაახლოებით 60 წლიანი სხვაობა და 60 წლიანი სხვაობა და ბატონო ავთო დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. მადლობას მოახსენებ თქვენ. ძალიან 1 საათის წინ ალბათ 2 საათის წინ გეუბნებოდი რომ უხუცესი სულ სხვა რაღაცაა, მე არ შემფერის. მე უბრალოდ მოხუცებული ვარ. არა. ბატონო ავთო, დიდი მადლობა. უხუცეს ძალიან ბევრი რაღაც მართებს. მართებს ზრუნვა საქართველოსზე და თქვენზე განსაკუთრებით. და მეს ვერ მოვახერხე და ამიტომ ბოდიშს გიხდით რომ უხუცეს არა ვარ. ძალიან დიდ მადლობას მოახსენებთ ამ დიპლომისთვის და საერთოდ ბედნიერი ვარ რომ აი ეს დღეები მოაწყეს ამ შესანიშნავმა ხალხმა. 30 წელიწადია საქართველოში გამოფენა როგორც ასეთი არ ყოფილა. არადა გამოფენებით ცხოვრობდით ჩვენ მთელი წლების მანძილზე. ყველგან მთელ ყოფილ ესენგეში ეწყობა გამოფენები და მხატვრები ისევ იმ გამოფენებით ცხოვრობენ. და ჩვენთან ეს პირველია. და დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. გაიხარეთ ბატონო. და საერთოდ დღეს რასაც მე გავეცანი თქვენს წინადადებებს და თქვენი მოღვაწეობის შედეგს ბრწყინვალეა. ღმერთმა დიდხანს გაშრომოთ და გაღვაწოთ თქვენი თანამოძმეებისთვის. დიდი მადლობა ბატონო. გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო ყველას მონაწილეობისთვის, თანადგომისთვის, ჩვენი აი ამ რაღაც სურვილის გაზიარებისთვის და მე ორიოდე სიტყვა მინდა თქვა, იმიტომ რომ დამალული და ართქმული ყოველთვის რაღაცა რჩება გაუგებრობად და ცუდი ენერგია მოდის მერე იქიდან. მე მინდა ყველას გადასცეთ თქვენ, გთხოვოთ რომ გადასცეთ ყველა ჩვენ კოლეგას მოქანდაკეებს, რომ ჩვენ არავისთან არაფერი გასაყოფი, შესაშური, საწყენი არავისთან არაფერი არ გვაქვს. ჩვენი ერთი კოლეგა მოვიდა
გამოფენას რო ვაწყობდით და ვკითხე რომ რაღაც ბავში მოიყვანა თუ რაღაცა და გვარს არ ვიტყვი. თუმცა ესეც არ არის დასამალი, მაგრამ მაინც არ ვიტყვი გვარს. რატო არ იღებ მეთქი მონაწილეობას და მე პროტესტის ნიშნად არ ვიღებ მონაწილეობასო და უნდა დამთავრდეს. აღარ არის ამის დრო. არც რაღაცა ერთმანეთის წეწყენის, ერთმანეთის გაპროტესტების, უნდობლობის. მე მგონი ცხადია, რომ ჩვენი ასე ვთქვათ, რახვები და ჩვენი სურვილები არ არის მიმართული ჩვენი რაღაცა კეთილდღეობისთვის. ზოგადად ჩვენი კეთილდღეობა არის ჩვენი ერთობა, ჩვენი ერთად ყოფნა და თუ რაღაცას მივახცევთ, მე მარტო ამას ვერ მივახცევ, ვერც თქვენ მარტო ვერ მიახცევთ ამას, თუ რაღაცას მივახცევთ ერთად, თანამშრომლობით, ურთიერთის ინტერესების გაზიარებით, ურთიერთ გაგებით და ურთიერთ მოსმენით. იმიტომ რომ აი ამ დათითოკაცებამ, ამ მარტო სახელოსნოში ჩაკეტვამ, წყენამ და ერთმანეთთან ამბის არ გათქმამ მიგვიყვანა იქამდე რომ არც კი გვჯერა რომ შეიძლება რაღაცა გაკეთდეს და გამოვიდეს. არც კი გვჯერა იმისი რომ ჩვენ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება ვიდრე ეს იყო გუშინ. მე ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ მონაწილეობისთვის, დიდ მადლობას მოგახსენებთ თანადგომისთვის და ძალიან დიდი მეც გამოვთქვამ რომ ეხლა ვიწყებთ საქმის კეთებას, ეხლა ვიწყებთ ბრძოლას, ეხლა ვიწყებთ წარმატებების მიღწევას და ახალგაზრდებს განსაკუთრებულად დიდი როლი გაქვთ ამაში. არაფერს არ შეუშინდეთ, ერთად მივაწვეთ, სახელმწიფო მზად არის, როგორც მე ვხედავ, სახელმწიფო მზად არის იმისთვის, რომ მიწოლის შედეგად, მოთხოვნის შედეგად, დაკაკუნების შედეგად გააღოს კარი, დაგეხმაროს, დაგიდგეს გვერდში, იმიტომ რომ მათ უკვე გაიაზრეს, რომ მათაც ჭირდებათ. ქვეყანა, რომელსაც ქანდაკება არ აქვს, ის არ არის შემდგარი სახელმწიფო. აი ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, იდეა, რომელიც დღეს უნდა გაჟღერდეს ჩვენ ფორუმზე. არადა ჩვენ გვაქვს საოცარი სახელმწიფო, საოცარი ქვეყანა, უმშვენიერესი, უძლიერესი და აი ამ რწმენით უნიჭიერესი მოქანდაკეები, რომლებიც ქმნიან ქართულ ქანდაკებას, არიან დღეს წარმოდგენილი ჩვენ გამოფენაზე, ჩვენ ფორუმზე და მომავლის იმედით, ემშვიდობებით და დიდ მადლობას მოგახსენებთ. ეხლა უკვე ჭიქით-ხელში ერთმანეთს მიულოცოთ გამარჯვებები და ხო. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბატონი საშა სვატიკოვი, რომელიც კამერით ხელში ყოველდღე იღებდა ჩვენ ფორუმს და ძალიან კარგ ფოტოებს ვახვედრებდა Facebook-ში. დიდი მადლობა